მუშაობა დავიწყე, მეთქი რაღაცა იქნება თქო და ეს ამის პრობლემებსაც მე ვაგვარებ. პოლიციის ხელთარსებული ინფორმაციის თანახმად, დაზარალებულ რესვიაშვილსა და ტეროზე შორის უთანხმოება პირადი ან გაისტორების საფუძველზე მოხდა. გუშინ ღამით თბილისის ტაბახმელის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად ეჭვმიტანილი წეროზე გადაცვლილი იგოვეს. აი, არა, პატრული მეც ვიფიქრე, მაგრამ რა უთხრა ლეილა, ტელეფონს არიღებ ჩემი შვილი თქო. ატრაგებ რა მაგას. კეთის რეკავს მთელი ღამეა და არის ერთი ამბავი რა. ეს რა არის? ეს რა არის? ეს იმას დარჩა რა, ჩემი ნათესავი გადამაწდა დღეს ამ ბინის ამბებზე რომ დავუყური და და შენ ნათესავი ბავშვის სათამაშოდ დადის? ალო. ნორმალური ხარ შენ? რა გინდა ხე? რა მინდა? რანაირად იქცევი საერთოდ? რას ანერვიულებ მაგალს? გაგიშდი? გონია რომ დაქტოვე, მიხედავ და მაგის მაგირად რასაკეთებ საერთოდ? არ გაზრდილ ხარ რა, შენ ისევ 14 წლის ხარ მგონი. აი წავედი მძინავს რა. ძინავს კი არა ხა, ადექი დაელაპარაკე იმ ქალს და ბოდიში მოუხადე. და ძალიან გთხოვ აღარ მოიქცე ეგრე რა. აი ხო. მელაპარაკები? შენ თვითონ კმაყოფილი ხარ? შენი გუშინდელი საქციელი? კაი რა ნანა, ეხა ერთი დაგვიანების გამო ამ ხელ ამბავი არ უნდა აგეტეხა მე მგონი. გეყოლება შენ ჩვილი და მიხვდები მე. არა, რა უნდა მეფიქრა, კარგი. ტელეფონს არიღებ. არც ერთმა შენმა ამხანაგმა არ იცი სად ახარ. ანუ არ მესმოდა რომ რეკავდი და რა გავაკეთო. აი ვერც კი ხვდები, იცი? რატო უნდა მელერვიულა მე? ხვდები და ხვეწევი ბოდიში რა მართლა არ მინდოდა ეგრე რომ გენერვიულა რა.
კეთის ელაპარაკე. რა უმერე. შენ დას მაინც დაუჯერე. ჩემი ამ ბოლ დროს შენ აღარ გჯერა და. რატომ მეუბნები რომ რომელიმესი არ მჯერა? არ გეტყობა იცი რაღაც. ჯერ იყო ის ამბავი, ეხლა გუშინ მთელი დღე დადიხარ სადღაც, არც კი ვიცი სად ახარ. ხო, ერთხელ დავლიე და მივაგდე ტელეფონი, მოხდა. მოიცადე, შენი მეგობრები რატო არ იყვნენ შენთან ერთად? იყვნენ, პროსა არ იცნობ მაგათ რა. არ ვიცი. კაი, ნანა მართლა ბოდიში რა. გუშინ რომ მოხვედი რაღაცა არ გეტყობოდა, იცი რომ ძალიან შეწუხებული იყავი ამ ამბავით. ხო, დავლიე თქო, ხო გითხარია რა. შენ ხო იცი რომ მე შენი ბუდიში არაფერში არ მჭირდება ვაკო. დაანებე რა ამ სისულელეებს თავი. ერთხელ და სამუდამო ჩვილო მივხვდი რომ უკვე ზრდასრული ადამიანი ხარ, პატარა ბიჭი აღარა ხარ. კუჩი არ უნდა გზდიო მე. კვირდებია, კარგან მეორდება რა ეგეთი. არ ვიცი რა. როგორ უნდა წავიდე, როგორ უნდა დაგტოვო ესე. მე თუ იქ მოვკვდი ნერვიულობით, ჩვილო, რაღამ გამოვა, ვერ გავიგე. კაი, რა ნანა, ეხა მართლა 2 წლის ხო არ ვარ რა, უნდა მომივიდეს ეხა ბოლო. არ ვიცი, ცი რაღაც ამ ბოლ დროს ეჭვი მეპარება მაგაში. რა გეხვეწები ერთი დაგვიანების გამო არ უნდა წახვიდე თუ რას მე. ვაკო მომისმინე ახლა, მე სანამ არ დავწმუნდები რომ შენ ყველაფერი კარგად გაქვს, არსადაც არ ვაპირებ წასვლას. კვირდები თქო, მეტი რა გითხრა, კარგად ვარ, მე მივხედავ ჩემ თავს რა. მართლა. ლიზა, სად წამოხვალ? რამდენჯერ ვილაპარაკეთ მაგაზე? არ იქნები მარტო, მალე მოვა მამიკო და? წამოსვლა უნდა. ლეილა, სად უნდა წამოვიდეს იქ? შენ მზად ხარ? გავიდეთ მაშინ რა. დათო! ადგა კაცო, ადგა. ალო? მაკა გამარჯობა. გამარჯობათ ქალბატონო დადო. თუ დროს ხომ არ გირეკავ? არა, გისმენთ. ბოდიში ასე დრო საქმეზე რომ გაწუხებ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი წერილები უნდა მოვიდეს დღეს. დიახ. ვიცი რომ დღეს მაგის თავი არ გექნება, უბრალოდ იქნებ ხვალ პირველი მაგას მიხედო. კი, აუცილებლად მივხედავ. ან დღეს დამიფორვარდო, მოკლედ როგორც მოახერხებ, კარგი? კარგით. ბოდიში კიდევ ერთხელ და გამოჯანმრთელებას უსურვებ დედაშენს. მადლობა. დროებით. რა? მამა შენი დამესწრეს რა გუშინ. რაღაცა ჯვარზე მეკითხებოდა სად არის. გავიკეთებ იქი მოხსნიან მე, მაგრამ მეკეთოს. დათო! დათო გვაგვიანდება. ზარია. ლიზა გააღერადე. კაი. გამარჯობა. ლეილა, აბა როგორ ხარ? რა ვიცი როგორ ვიქნები. კარგად უნდა იყო, კარგად. რა ვიცი, მოვდივარ ხო, მოვდივარ. მოვდივარ მეთქი რა გავარდო. ბადონო დიახ გისმენთ. დიახ. კი, ჩემზე გაფორმებული. კი. კარგით. კარგით წამოვალ. კარგით მოვა. კარგით. წავედეთ. გამარჯობა დათო. მე უნდა წავიდე რა და მალე მოვალ რაღაც საქმე მაქვს და ეგრევე იქ მოვალ რა.
ამაზე მნიშვნელოვანი რა საქმე გაქვთ? მაგუს მას დაურეკა ვალიკოს და გამოუშვდა. მე მოვა. ვალიკოს ველოდოთ ახლა ჩვენ? არა, რა საჭიროა ლოდინი? ეხა ქვემოთ ჩავალ, ჩემშულს ვეთყვი და წავიყვანს. ლეილა, გეხვეწები რა, მაპატიე რა, ბუდის გიხდი, კარგი? კაი, წავედ. წავედი. წავედი. მაგუს მომის მას დაურეკა. არ გინდა დათო ახლა ეგეთ. არ ნერვიულობ, არაფერს არ ნერვიულობ. წავედი. გაიგიზე? დღეს ეკეთე. საუზმე მოგიმზადე. და ეს არის. ახე. რაცა ბუტერბროდები გავაკეთე. ცოტა მაიონეზი უქენი, შეისყველი აქვს, შე რო გიყვარს. და მე მგონი მოგიწონება რა. მადლობა. ჩაი ხოდალე. აბზანის შეუდა გავაკეთე. აუ, სალი. ასალმა გთხოვო რა. რა? შენთვის ხო არასოდეს არაფერი არ მithოვია. არა, როგორ არ მithოვია, მაგრამ რაც აი ცოლ-ქმარი ვარ, რაღაცა ხო არ მithოვია. ხო და ძალიან ვიცი რაც უნდა მთხოვო. იცი? და შეგიძლია არ მთხოვო. კაი. ნიკა, გავაკეთოთ ქორწილი. ჰა? ხო, შენ თუ ისე ძალიან გინდა გავაკეთოთ. არა, მე კი არ მინდა, მაგრამ დედა შენს უნდა, დედა ჩემს უნდა. ხო, ვიცი რომ ერთიას უნდა და სწორი სტრატეგია ირჩიე, რომ შენს მოგანდომა. ანუ ვაკეთე. აუ, საუცხოა. ალო? ვახო, როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად, ვახო, ამ ფილმთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა დამიგროვდა და შეგიძლია რომ დღეს საღამოს შევხვდეთ? არა, ეხლა გამორიცხულია თათია და საღამოს კიდე შეიძლება. არა, ეხლა არც მე არ მცალია, საღამოს სამსახურის მერე. მოდი, საერთოდ ხვალე რო იყოს. არა, ძალიან მეჩქარება, იმიტომ რომ უნდა დავამთავრო ეს ფილმი, რაც შეიძლება მალე რა. მოდი ესე გავაკეთოთ 7-ის მერე. შენ იცი მე სადაც მიპოვო. კაი, 7-ის მერე, ოღონდ სადმე ბარში რა შევხვდეთ? არ ვიცი. კაი, თუ პრობლემაა, იყოს სამსახურში. თათია მომისმინეთ, ჩემთვის სულ ერთია ხა მე სად შევხვდები. კაფეში თუ სად, უბრალოდ მცალია საღამოს და ვინდა შევხვდები. კარგი, მაშინ დაგირეკავ, ხო? მოდი მე მოვიცლი და მე თან დაგირეკავ, კარგი? კარგი. როგორ ხარდე? არა მიშავს, მადლობა. იყავი გიორგაძეებში. დიახ. რა მოხდა? რა გინდა ვაკო? რა არის, კიდე გაბრაზებული ხარ თუ რა? დიახაც ვარ. ხო და აი რა დე რა. აღე? შეიძლება ჩქარი მო. რა არის? ახსენე. ვაკო. რა გინდა ხა საჩუქრებით გინდა შემომირიგო? აი რა დე რა. ჩემ თუ შვილ ყველაზე დიდი საჩუქარი იცი რა იქნება? შენ თუ მოიქცევი ნორმალურად ცოტა. აი ახსენე იქნება რა დევს. აი ხო ვიცი რა თქმა უნდა. კარგი რა, რა გინდოდა ახლა ვერ გავიგე. მარტო მინდა რომ კაი ტელეფონი გქონდეს. სად გქონდა ამის ფული? რა მნიშვნელობა გქონდა? თუ გქონდა მე შენთვის ვერ იყიდე? ოიც არა ჩემს მე ვიყიდი რა. არ მინდა. ახი რა მაგარი.
აი ნუ რა თმინდა ახლა მართლა ეს ტელეფონი ახლა რა. არ გინდა უკრაინაში რო წახვალ გამოგადგება. ვაკო რა უკრაინა, მე არსად აღარ მივდივარ მეთქი ვთქვი მე მგონი ერთხელ. მოიცა ხე ეგრე გადაჭრითაც ნუ იტყვი. მე გადავწყვიტე და ეს საკითხი აღარ განიხილება, მორჩა. მოიცა ნახე ჯერა მაგარი ტელეფონია. აქ ისიც აქვს Skype ნებისმიერ ადგილიდან შეიძლება დამირეკო, რაც ფოტოები გადაიღო, გამომიგზავნო. აუ მეც უპოსტზე ვიქნები. გამოგადგება რა მიეჩვევი რა. იცოდე, აი ეს საჩუქრები, აი შენ საქციელს ვერაფრით ვერ გადაფარავს. ხო. ვიცი ხო, დედა და გითხარი რომ ეგ იყო ერთხელ და ბოლოჯერ, всё რა. ხო, იმიტომ რომ მე მინდა რომ ეს რაღაცა, რაც შენ ჩაიდინე, მეორეჯერ აღარ გამეორდეს. შენ წარმოგიდგენი ეგ რო ყოფილიყავი, გადავირეოდი. საერთოდ იცოდე, რომ ყოველთვის ყველაფერი მეწოდინება შენი. იმიტომ რომ ლეილა და მაკა დეტალურად მომიყვებოდნენ ყველა. არა, იქ რო ყოფილიყავი, წარმოგიდგენი, ეხა უნდა დაუბრუნებულიყავი. ყავს შენ ჯაშუშები. არა, ჯაშუშები არა, შვილო, უბრალოდ შენთვის კარგი უნდათ. ისე კი მართლა გადავრია ეს ლეილა, იმ დღეს ვანერვია. ხო, მეც მაგრა შემწო. იმედია. ჩვენ ერთი რაღაცა Skype-ი რა მითხარ. ეხა ნახე. აქედან ხარ თავ? ხო. აქ არის Skype. მე ესე ამას წერე, რა ქვია, ბავშვი ის გამას გადმოწერ Viber-ს და მაგით იმას ვქნა. მიეჩვევი რა 1-2 დღე უნდა და всё. კარგი. როდიდან გაინტერესებს და ჩემი სამყარო? აი მორჩი ხა, მაგრამ როგორ ჩაიარა ოპერაცია? მადლობა, კარგად. ნახე შევიყავი. ეხლა რა ვიზენო? სად უნდა ახვიდე ხა, არავინ არ აგიშოს, რა გდომო და ადრე მოხვიდე. აქეთ მიყენია მაგ. არ მაინტერესებს მეთქი გითხარი. მაგა პოლიციიდან დამირეკეს და იქ ვიყავი. დადო როგორ არ გწხვენია საოპერაციო კალი მიატოვე აქ. ეხლა მოდიხარ და ახალ რაღაცებს იგო. მაგა განყოფილებაში ვიყავი მეთქი მაყურყუტეს გეუბნები აი მთელი ამდენი ხანი და როგორ ფიქრო მე არ მინდოდა რომ აქ ყოფილიყავი ლეინოს. როგდომო და იქნებოდე. რანაირად გამაგებინებო? დადო არასოდეს როცა მჭირდება ჩვენ გვერდით არ ხარ. მოიცა ეხა აი რა ყველაფერს რასაც ვაკეთებ თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ. ეჭვმეპარება რომ ჩვენი გულისთვის აკეთებ. მაგა რა გინდა შენ მითხარი რა ბოლოს? რა მინდა და ისეთი ადამიანი მინდა გვერდით ვინც პრობლემებს არ შემიგმნის. უპასუხისმგებლო ხარ. შენ ეხა მართლა ნუ გადამაჯვიმე თავზე. წესიერად ილაპარაკეთ ხო? აროჩი რაც ჩამოსული ვარ რა იმის მერე სახეს ვიხევ რომ რამე გავაკეთო რომ თქვენ დასიამოვნოთ რა და ბავშვი ხო ხდები რომ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს რომ ხო და ნუ მითმენ დავიღალე გაიწიე. დავიღალე ყველაფრის კეთებით მარტო. მე მაცდი რომ გავაკეთო? გვინდა რა თქვენს? არ ვიცი, დამირეკეს სიკამ და სალიმ და სალაპარაკო გვაქვს და გამოვალთო. ასე უნდა გქონდა. მე მგონი ქორწილზე. ვითომ დაეთანხმა? არ ვიცი, იკას ვთხოვე დაელაპარაკე მეთქი და მე მგონი იმედი მაქვს რომ რაღაცაზე შეთანხმდნენ. აჩხუბებ შენ რაღაც. ვლაპარაკობს სისულელეებს რა. ლაპარაკობს. ვიცი მოვიდნენ მე მგონი. მოდიდე. მოვიდა ჩემი გოგო. დამიგო. მუა. სიძე გამარჯობა. როგორ ხარ? დადი. ხადე. აბოვა. რა ხდება რა ამბავია? კარგი ამები გვაქვს. გადავწყვიტეთ და ქორწილს ვაკეთებთ. ბედა, აბა რა, როგორ გამახარეთ? გილოცავდათ.
რა ვილაპარაკეთ და სალიმ გაითვალისწინა თქვენი აზრით, ჩემი აზრით, მშობლების აზრი, მეგობრების და გადავწყვიტეთ რომ გავაკეთოთ. მე აი ძალიან მიხარია დედა, აი არაჩვეულებრივი დღე იქნება. და როდის უნდა გავაკეთოთ? 4 დღეში ხო არის ალის დაბადების დღე. და გვინდა რომ დაბადების დღეზე იყოს ქორწილიც. 4 დღეში მოვასწრებთ მერე? შეიძლება აღარ გინდა? არა დედა, როგორ არ მინდა, მაგრამ რაღაცა ცოტა დრო არა? არა, მოვასწრებთ ყველაფერს, თან ხო თქვით რა დიდი ქორწილი არ გვინდა. პატარას მოვასწრებთ. კაი, დედიკო, ხო, მოვასწრებთ, აბა რას ვიზამთ? უნდა დავიწყოთ მაშინ ზადება, ხო? აბა რა დავიწყოთ, აბა რა მე დაურეკა. პირველ რიგში გოგოებს უნდა დაურეკო. ეხლა გოგოებს დაურეკავ და რომეც ვილაპარაკეთ ჩემს და ახერხებენ ჩამოსვლას და ვასწრებთ რა. ჩვენი ყველაფერს ყოლა. ჩემი ხარ. ოდედა ყველაფერს იქნება უჩეკე და აშალე თუთა. მოკლედ, ყველაფერი გასაგებია ვახო. ძალიან დიდი მადლობა. იმ რაღაცებზე ორშაბათს მეცოდინება, ხო, ზუსტად პასუხი? კი, მე ყველაფერს გადმოაგზავნებ, არ არის პრობლემა. უღრმეს მადლობა. აი, ამიტომ მინდოდა, რომ რაღაც სხვა გარემოში შევხვედრილიყავთ. რაღაც ტელეფონით არ გამოდის ხოლმე ესეთ საქმეები. კარგი. მე მგონი მოვჭით ხო ყველაფერს. საქმეს კი. ეხლა ჩვენ გაგვიმარჯოს. გამარჯოს. არშამ. არა, მე ხო გითხარ, რომ საერთოდ არ შევდა. რადგინოდა? ხო, რა ვიცი, ვიფიქრე, ეხლა ერთი ჭიქა პრობლემა არ იქნებოდა. იცი რა, ძალიან გემრიელ რაღაცებს აკეთებენ და შევკვეთოთ რა. არა. კაი. გასაგებია. ცოტა სეგმენტი მომევიდა მე მგონი. სტალევას გაძალებ და ბოჭში. არა, შუაში უბრალოდ გითხარი, რომ საერთოდ არ შევ და ძალიან იშვიათად შევ რამე დაგითხრა. იცი რა არის? მე ვისთან ერთადაც მუშაობ ხოლმე, რაღაც მირჩევნია, რომ ამ ადამიანებს არასამსახურეობრივ გარემოში შევხვდე, დავლიოთ და უკეთესად გავიცნო. ეხლა მე წარმოგიდგენია, ვისთან ერთადაც მუშაობ. იმათთან რომ არასამსახურებრივ გარემოში მე ყველასთან ერთად დავლიო, გავლოცდები ყველა ვარიანტში. აი ეგ. ხო, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ ყველაში არ ვიგულისხმებოდი. რატო ვიფიქრე? რა ვიცი, ისე უბრალოდ. იცი რა, სიმართლე გითხრა, რაც იდუმალი ადამიანი მგონი ხარ. იდუმალი. რავი, ამბობენ. არა, ესე იგი ამას რო დავლევდი მე, ამის მერე იდუმალი აღარ ვიქნებოდი, ხო, ეგრე გამოდის. არა, მასე მარტივადაც არ მიფიქრია. კარგი მაშინ, თუ ესე მარტივადაც არ გიფიქრია, მაშინ გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. მოდი ხა მე ამის დალევას მიჩვენე რომ ვისკი დავლევ. მე ერთი ვისკი თუ შეიძლება რა. და შენ? იყოს ვისკი. ვისკი. ორი ვისკი. მადლობა. ესე იგი აღარა ვარ დუმალი ადამიანი, ხო? ეგრე გამოდის. კვირის ბოლოს ანუ 4 დღეში? 4 დღეში, ხო. რავი, ცოტა რომ მოგვეცადა. აი, რა მნიშვნელობა აქვს ახლა 4 დღეში იქნება, 15 დღეში იქნება, ხო მაინც გადასასვლელები ვარ. ო, მაგრამ რა ვიცი, ქორწილის მერე გადავსულიყავი. რატო? არა, შენ თუ ახლა ქორწილამდე გადასვლა არ გინდა. არა, ეგ რაში. იმაში რა პრობლემაა, ხო იცი არა, ჩემთან პრობლემა. კარგი, ხო არ არის პრობლემა. კაი, ჯობია გადავიდეთ, რა, ეგ გუში რომ ჩაუჯექი და რომ დავითვალეს ხარჯები, სად რა დავხარჯეთ და სად რა იყო, ეგ არო ძალიან ბევრი გამოვიდა. დავიღალი ამ ქირაში ფულის ხარჯვით. კარგი, გადავიდეთ, ხო? გადავიდეთ. ვა, პრივეტ. სიძემოსოლა. როგორ ახარ? შენა, კარგად. კარგად.
რატო გაჩვენდით? მე რომ მოვედი? არა. აი მზადამ ხავს რომ თავისთან გადავიდე. ახალი ამბავი. ჯერ მარტო ჩემი თანდაცვებით შემოგთავაზა სამჯერ. არა, აი რომ ეხლავე გადავიდე. ნუ ეხლა როდის? 4 დღეში. ესე მალე? ორა ეგრე ჯობია ორივესთვის რა. რაღაც ველოდოთ. ხო, პრინციპში ჯობია. ერთად გადახვალთ და თქვენს გემოზე გემრიელად მოაწყობთ სახლს. მენთვის კი ჯობია, მაგრამ შენ? აი, არ ნერვულო რაღაცას ვისა. ხო, მაგრამ ხო ხდები, ბინის ქრის გადახდა მოგიწევს მარტო. თან არავინ არ გიპოვნია და რა ვიცი. ელენე, ამთვის ქირა ხო წინასწარ გადახდილი გვაქვს ბოლომდე და იმ თვეშიც რაღაცა გამოჩნდება, რამე იქნება, არ ნერვულო შენ. რატო არ პასუხობ? ისა რაღაც საწყობის ამბავზე მირეკავს ერთი ტიპი ტვინი გაღუნა, ეხა მეზარება მას ალაპარაკი. იდოქში გადავალთ, დავლაგდებით, საკაიფოთ და მე იცოდე ყოველდღე უნდა გვესტუმრო რა. ხო, აბა რას ვიზო? მე ხო იც ბინის შოვნაშიდას დაგეხმარები და ბიჭის შოვნაშიდას. აქამდე სად იყავია? აუ ერთი სული მოქვს სალონსრუდის გავხსნი. ხო, მე ხო გითხარი სალონზე, აი 2 კვირაში უკვე შევძლებთ რომ საკაიფოთ ავამუშაოთ რა. ო, აი ეგ 2 კვირა გაიწელება, ხო ურთულოდ ხო ვიცია. არა, არ გაიწელება შენ თავს ვიცავარ დაიცა. ამას უპასუხებ რა ერთი წამი, თორე არ გაჩერდება. ო, რა ხდება რა, ერთი ამბავი ატეხე, რატომ ერეკავ? მე ზაზა მოდი რა დროზე გეხვეწები რა. არ მოვიდე, რატომ მოვიდე? მე არ ვიცი, წავიქეცი და მე მგონი ხელი მოვიტეხე. რაცა საწაიქეცი? კი ბესე ზაზა მოდი რა დროზე. ხო, გაიცამო. მოდი. მოგიხადა ბოდიში? ხო, დედა, თელი დღეა ბოდიშებს მიხდის. მერე? მერე? რაღაც ტელეფონი მაჩუქა. ვაკო? მოიცა განახებ, აი, ხედავ? ჯერ ვერაფერი ვერ გაუგე, მაგრამ რა ვიცი, მასწავლის რაღაცებს. გონი შეიგნორა, რაც ვეჩხუბე და გაითვალისწინა. რა უთხარი ასეთი? არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ მინდა რომ არ განერვიულოს და წესიერად მოიქცეს. ვაკო. დე, გონი მიხვდა ხო თავის დანაშაულს? შენ ისე იცოდი აქედან რომ სკაიპი შეიძლება შეხვიდე? ხო, დედა ვიცი. ხო. რას მეუბნებოდი რაღაცა ვაკოზე ამბობდი, ხო? ხო, არაფერი, უბრალოდ ნანობს აშკარად. კი. ნანობს. ისეთი შერწყვენილი მოვიდა დილით. რაღაცა გული მომილბო. იცი რა, ჩვენ ზედმეტად ავტეხეთ ეს ამბავი, რა არაფერი ისეთი არ მომხდარა ბიჭებთან ერთად, უბრალოდ დალია ცოტა. ხო, რა ვიცი, მე კი გული გამისკდა და ისევ ნერვიული. თან წინა დღეს ის ვიღაც ისტერიჩკა რომ მომივარდა. ნამ გადავიდი. ნუ მიეწყო ეს ამბები ერთმანეთს და მაგიტოდე. ხო, რა ვიცი. დე, ისე მაინც იქნებ წახვიდე უკრაინაში. ვაკოს დატოვება მედარდება ყველაზე მეტად. თან ახლა მით უმეტეს რა, წარმოიდგინე უკრაინაში რომ ყოფილიყავი და ესეთი ამბები რომ გამეგო. და ისე მოგვარდებოდა ვერც გაიგებდი. არა. მერე კარგი. ახლა თქვა დალია, მაგრამ მართლა შარში რო გახვეულიყო, მერე რა მექნა. დიდი ბიჭია უკვე და თან ისწავლა ჭკუა მგონი. კი, ნანობს მოუკვდეს დედა. არა ისე ხო იცი როგორი კეთილი გული აქვს არა, უბოროტოა და რა ვიცი, მგონი ცუც არაფერს არ გააკეთებს. თუნდაც შენ მიხედა შენ თავს. უნდა წახვიდე. რა ვიცი, კეთი რა ვიცი. არიცი კი არა, უარი არ უნდა თქვა ეგეთ შანსზე. გაიღვიძა ძილის გუდა. Привет, თუ საშვები? მე არ ამიშავს. გრძნობ თავს დამნაშავედ ბრალდებულო. ვაღიარებ დანაშაულს. მაგრამ ჩვენ შევრიგდით. ხედავ და მიხარია. განახა ტელეფონი? მანახე. ვერ გამოუწვიდე ხელი და სელფი გაიგო რაღაცა და იღებდა ფოტოებს. რა სელფი? რა სიძახეს ვერ გავიგე. სტაია. აი თუ სურათს აი ესე. სიხარდა იღებს. სულეო გაჭერდი. ისწავლე დედა, ისწავლე და გჭირდება. მე პრინციპში მაშინ სტუდენტი ვიყავი. სხვა ფასეულობები მქონდა, სხვანაირად უყურებდი ამ ცხოვრებას. არ მომიდგენია. ალბათ ყველა კაცის ცხოვრებაში ხდება ეს.
მე მგონია რომ ისევ სტუდენტი დავრჩი. არა მგონია რომ ვიღრე იყოს. ნახო ცოლი ყავს. ავდა. პატიში რაღაც სხვა რაღაცის გამო გეკითხე. გაშორებული არ ვარ. არ დაიცვალა. ხო, მაგრამ ბიჭი მყავს. 16 წლის. ძალიან მაგარია. უკაქვია. თანახმდება უკვე. კი, თავის სასაგზე დიდია, მინდა გითხრა. ხანდახან ვფიქრობ, რომ ის რაღაცებს აკეთებს, რომ მოკლედ ძალიან დამოუკიდებლად ცდილობს, რომ იცხოვროს რა და აი ხლაც რამოდენიმე დღეა სახში არ მოდის და მეუნება მეგობრებთან ერთად რაღაც პროექტზე უნდა ვიმუშაო მამა და კონკურსისთვის ვემზადებია. თანკაია. მოდი ახლა გავუმარჯოს იმას, რასაც ჩვენ მე და შენ ერთად ვაკეთებთ. გავუმარჯოს. აი? გავუმარჯოს. სად არის? სასწრაფო წაიყვანა. რა? სასწრაფო წაიყვანა. მე ხო ვერ დამილეკა, მაგრამ ისე ვეღარ მოახერხე რა უცებ მოსვლა. სასწრაფო კი არ უთქვამს, რომ ბავშვი ნავს. რა მოხდა? რა დახედი მოიტეხა. მოდი, ამოდი ოდაკებაზე. ცალხელში ბავშვი ეჭირა, ცალხელში პარკები ეჭირა და ნუ რომ არ წაქცეულიყო. ეს ბავშვი არ ხوار მოვიდა. ხო და ბავშვი არაფერი არ მოვიდა. კარგად არის ხო? მაგაროჩე, დაბდურა. იცი, მე ჩქარება თუ არ გჭირდები გავა. არა, გაიხარე, დიდი მადლობა და ბოდიში რა შეგაწყვეტე რა. ძალიან დიდი მადლობა ხო, გაიხარე. ესე იგი, აქ ცხოვრობ. ხო, აქ ცხოვრობ და არ მეგონა შენ ბართან ესე ახლოს თუ ცხოვრობდი, თორე ამ ხელა გზაზე არ გამოგიყავდი. რა პრობლემაა? ქუჩაში ვარ და ხტოვებდი. ხო, ძალიან კაი დღე იყო. რაღაცა განვიტვირთე, იცი? ძალიან სასიამოვნოა შენგან ამის მოსმენა. ხო, რაღაცა იმდენს მუშაობ, რომ ხანდახან თავი რობოტი მგონია და მავიწყდება, რომ მეც ადამიანი ვარ. და მე სასმელი გაგზრუბინებს თავს ადამიანად? არა, ეგ არ მიგულისხმია. აბა რა იგულისხმე? რა იყო რა გაცინებს? არა, არაფერი. ჰა? სიტყვაზე გამომიჭირე, ხო? არა, რატო? აინტერესებს და კითხები. ძალიან საშიში ადამიანი ხარ. ვითომ? მე კიდე ჩემი თავი იდუმალი მეგონა, როგორც ბარში მიწოდა. ხო, გეტყობა, რომ არავის არაფერს არ არჩენ. იცი, გაჩნია ვის. დამჭერ. კაი, ჩემი წასვლის დროა. კაი. ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საღამოს გატარება. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო და იმედი მაქვს გავიმეორებთ. შენ ხო არსო? რა, აუცილებელია რომ დავლიოთ. როგორც ყოველთვის მართალი ხარ. გაიცავთ. აი, დროებით. დროებით. კარგი.